აი სალამი მოკლედ მეგობრებო, ეს არის როგორც გითხარით უკვე ჩემი ბასისტურ და თან ბაიკერული ვლოგი და ეს დღევანდელი ვიდეო ეხება დიდ რაიდს და გაკატავებას ქუთაისისკენ. როგორც ახლა უკვე გეტყვით, ხვალ არასკევს მივდივართ ქუთაისში თბილისიდან, ესე იგი დაახლოებით 10-15 ლამაზი ბაიკით და მეც რა თქმა უნდა მანდ ვიქნები და გადავიღებ ამ მსვლელობას ამ რაღაც ლამაზ დღეს და ვნახოთ ერთად რა გამოვა. მანამდე რაც შეეხება დღევანდელ დღეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ როგორც იქნა ჩემი მოტოციკლეტი შეიღება და აღარ აქვს ის ნახატები რაც ჩამოყვა და ქონდა რაღაცა მგლები, ინდიელები და ასე შემდეგ, შევღებე ლამაზ შავფერად. ეხლა მივდივარ მანდ, რომ ავაწყოთ, ეს შეღებილი ნაწილები დავუყენოთ, ასევე დავაყენე ახალი გადაცემათა კოლოფი და რამდენიმე კილომეტრი ეხლა უნდა ვიარო, რომ გავტესტო, რომ ხვალინდელი რაიდისთვის ეს ფირფიტები და კლაჩი მომჯდარი იყოს და რამე გზაში რამე პრობლემა არ შემიქმნას. ეგ არის იდეაში დღევანდელი მიზანი. ეხლა მალე მივარ უკვე პაპუნასთან, სადაც დამხვდება კობეც და დავიწყებთ უკვე იქ აწყობას. ახლობით რა ვფიქრობ, რომ 2 საათში მაქსიმუმ არც უნდა ამდენი ყველაფერი აიწყობა, დაყენდება და წავალ ეგრევე კლაჩის გასატესტად და დაახლოებით 100 კილომეტრს გავატარებ სადმე, რომ ეს ფირფიტები ხელახლა კარგად მოვსვამ. გამოვიწერე OM ქარხნული ფირფიტები და რავი, შევხედოთ რა გამოვა. ეხლა უკვე ადგილზე რომ მივალ, იქიდან კიდე რაღაცა გადავიღებ რაღაც ვიდეოებს და შევხედოთ რა იქნება. დანარჩენი კიდე უკვე ხვალ დილას გავდივართ ქუთაისში. მელოდება ბიკენტიას აქაბობე და კარგი გზები. ამინდი აქედან კაია. იქ მგონი წვიმაა. ასე რომ ნახოთ რა იქნება. ესე მეგობრებო, ლამაზად ჩაწიკწიკებულ გარაჟში მოვედი, ეს არის ჩემი ყმაწვილი. ესე აყენია. ავდება აწყობას. ბატონი კობეც აქ არის, ბასისტურ ვლოგში პირველად ამოვაჩენ ახლა. აბაე. ის დაგი. ვერ ჩავაწიკებ. ქვემოთ გინდა? მოდი. ხა? მოდი. ო, კაი. До похорушлись. და მეგობრებო, გარეთ არის ფანტასტიკური ამინდი. აი ესეთი. ესეთი იდეალური ამინდია. და მოტო არის აი ესეთი ლამაზი შეღებილი. აი ესე ბზინავს და ცხინავს. გალბატონი ნატალიც ქუთაისისკენ მარში. მეც აგირვარ. ესეთია რა, ლამაზია. აბა შავუნა. არაფერი ტექნიკა აღარ შედა, კარგად დავდა. ჩემი დეცეპტიკონების ლოგო გამოაჩინე. ეს არის დეცეპტიკონი. ხმას შეეცვალა სავით.
ეხლა მივდივართ ისევ შეგრების ადგილი ვენდისთან, ვნახოთ ბიჭები და შემდეგ უკვე ქუთაისი არა ეგრევე, ჯერ სადღაც ჩავდივართ, ჯორჯას რაღაც საქმე მაქვს და მე მივდივართ იქ. Alles gut. One day later. Გაიდილა მშვიდობისა, მეგობრებო. ეს არის უკვე ვიდეო პირველი და რაღაც სხვა კადრები ქუთაისიდან. ესეთი ნაცრისფრად დავხვდა ქუთაისი დღეს ჩვენ თელეგრამზე გუშინ წვიმდა. ჩვენი ბატონი ბაიკი კიდევ ერთი ბატონი ბაიკი აქეთ გადაფარებულები. მე და გადასაფარებელი რამდენს ქონდა, მე კიდე დავტოვე, იმიტომ რომ არ ვიცი რატო. რომ რაღაც ადგილები არ მქონდა საბუთო რაღაც და კურტკები და რაღაცები ჩავდი შიგნით და მოკლედ მომიწია ესე დატოვება. ის ბულვარის ლოგო მე რო ძალიან ვიწვალე დამაგრებაზე, თურმე როგორი მოღუნული აქვს და ვერაფრით უცხალთავით მე ჩემსაზე ვერ დავამაგრე და ბოლოს გადავაკეთე. რაღაც მწერის კვალი, ასე რომ ვთქვათ. წვიმაში იდგნენ, მაგრამ არაფერი არ მოუვათ. ისეთი არაფერია. ხო, ეხლა სანამ გააგზავნეთ, ახლა წვიმაა კიდე რეალურად წვიმს. სანამ გავაგზავნებ რაღაც შემდეგ და რაღაც ვიდეოებს. მინდა რომ ეხლა რა ვიდეოც იქნება, საუბარია ჩემი გუშინდელ დღეზე, იმიტომ რომ გადაღება ვერ მოვახერხე იმდენად სტრესული და ნერვებმომშლელი დღე მქონდა, აი ძალიან ისეთი უცნაური და არა კარგი, ძალიან ბევრი უცნაური რაღაც დეტალით, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქ ვარ, ხო და საბოლოოდ რომ მაინც აქ ვარ, აი მოისმინეთ და ნახეთ და იმასეთ მე უბრალოდ გადაღების თავი იქ არ მქონდა და ვერც ვფიქრობდი გადაღებაზე, იმდენად რაღაც სხვა რაღაცები ხდებოდა, ასე რომ ხო ვილაპარაკებ და შეხედეთ ეგრე. მადლობელი დაგშებით მაგ ისტორიას თუ მოისმენთ, იმიტომ რომ ჩემზე საინტერესო და მაგარი ისტორია არის. ხო. არ ვიცი მეგობრებო და ეს არის კადრი იმ დასაწყისის მერე რაც პირველად ვიღებ და ცოტა უცნაური იქნება ჩემი მხრიდან ახლა ამ ისტორიის მოყოლა, მაგრამ მოუყვები აუცილებლად. იმიტომ რომ ჯერა და ვინც უყურებთ ახლა ვკითხავთ რომ უბრალოდ არ გადაახვიოთ აქ. არ გადაახვიოთ და ეს ისტორია მოისმინეთ. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ესეთი პირველი და ესეთი ნამდვილი რაღაცნაირი ისტორია იყო რა. მოკლედ არის ესე, რომ გამოვედით იქიდან აღმაშენებლის ხეივნის დასაწყისში, ძრავი ჩაქრა, მატორი გაითიშა, გაზი გაითიშა, ანუ ავარიულ მდგომარეობაში გადავიდა მოტოციკლი, გადავაყენე, მეთქი ვახ რა ხდება, დავიწყე შემოწმება, რომ აბა ბენზინი, გაზი, შეცდომები რა შეიძლება, ეფერტ ჩეკიც ანთო. შეცდომები რაღაცები რა შეიძლება მოიყაროს რაღაც ამოწმებ ამას. ამასობაში ბიჭები იკრიბებიან. იქ ვენდისთან და ჩვენ ვდგავართ აი დროშის ქვემოთ, ქვეშ ზუსტად, ჭიტასთან, ხო და ვიწერები რომ ესე ჩაქრა რაღაცა, ნუ თან აშკარად აღარ იქოქება, იმიტომ რომ აკუმულატორი მოკვდა. აი ეს არის პრობლემა, რომ აკუმულატორი მკვდარია, აღარ იქოქება.
მოვიდნენ ეგრევე ბიჭები და უღრმესი ხო მაშველები ნამდვილად, იმიტომ რომ ჯორჯამ ჩააგდო რომ აი მაშველები გამოდიანო და აი უღრმესი მადლობა მაგ ხალხს რომ დაგვეხმარდნენ რომ წავიდნენ მაღაზიაში ხო მოკლედ მოვიდნენ დავიწყეთ დაშლა რაღაცა აკუმულატორი ამ მკვდარებს რომ მივხვდით რომ მოდი აკუმულატორი შევცვალოთ ხო პირველ რა შეიძლება ქნა ნუ არც ის საამაყო აკუმულატორი იყო და რაღაც უკეთესი ვიყიდეთ ბაიკლენში იქვე ხო ეს დასპონსორებული არ არის ეს რეკლამა მაგრამ ვინც დღეს დამეხმარა ჩემგან ხო ბაიკლენში იყო ხო ვინც დღეს დამეხმარა ჩემგან უფასო რეკლამაც და შეერგოს ყველაფერი ალალი იყოს ხო ნამდვილად გამიხარდება ხსენება მხოლოდ სხვა არაფერი გავიქეთ თუცე ბაიკლენში იყიდეს აკუმულატორი რაც უკეთესი შედარებით ახალი რა ჟელეზე რაღაცა ნუ კარგი მოკლედ დავაყენეთ წკაპ დაიქოქა ეგრევე ამასობაში უსებ რომ დაიქოქა გონღამ თქვა ამერე რომ მოდი რაღაც გავტესტოთ შევამოწმოთ რაღაც დაადო ტესტერი და ნუ მოდის ის დენი რაც რეალურად აკუმულატორი მუშაობს ამდენს ანუ რელე და დინამო ასე რომ ვთქვათ თურმე არ მუშაობს დინამო ძალიან მერე შემოვიდა საქმეში მანამდე ვიფიქრეთ რომ ეგრევე რელე არის დაბრედილი და ნუ არ ატარებს დენს არ ქმნის საერთოდ და ხო ეს აკუმულატორი მალევე მოკვდება ეგრესად მე რომ წავიდეთ ნუ არ გამოვა დავშალეთ გვერდით ამ მხარე უცებ გამოვხსენეთ ჯერძლივს ვიპოვეთ ის რელე რაღაცეების უკან არის ამ სუზუკზე რაღაც უნდა მოხსნა ფიუზი უნდა მოხსნა ის გამოიღო რაღაცა უკან არის მოკლედ და გამოვიღეთ მოხსენეთ და რელეა დაბრედილი ვახ ნუ აი რელე ხო ხვდებით რას ნიშნავს რელე მოკვდა ისეთი ამბავია რომ კაი ხო მინიმუმში რაღაც 1 საათი 2 საათი ვერსად ვერ მიდიხარ ასე რომ ძალიან გატეხილი ნაწყენი ვიყავი და მაგ ფაქს უკვე შევეგვიე რომ მეთქი კაი ბიჭებო აბა წადით დაიბერეთ მე რაღაცას ვიზავ რაღაცა გავიყვან ამას სადღაც თან ამასობაში ხო დავრეკეთ სხვადასხვა მაღაზიაში ბაიკლენში რელი არ ქონდათ მე იქ და ჰაივეიში დავრეკეთ იქ გითხეს რომ აიცი კი გვაქვს რაღაც რელეები სუზუკის რაღაც კი ბატონო შეიძლება წავიდეს და მოკლედ რაღაც იმედი გაჩნდა ის რომ შეიძლება ეს რელე ან გამოვაგზავნინოთ რაღაც და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ვერც ვერ გამოგვიგზავნეს და ბოლოს ისე მოხდა რომ მეთქი ბიჭებო წადით ეხლა აღარ გირს აქ რაღაც ისე 1 საათი მინიმუმ ჩემთან იყვნენ და რაღაცა მეხმარებოდნენ როცა უფრო ადრე უნდა გასულიყვნენ და ეხლა ნუ რამდენი ხანი შეიძლება იდგება ხან პრობლემას ვერ აგვარებ ასე რომ მეთქი დავაი დაიძარით გამოვიძახე ევაკუატორი და ეგრევე დავსვია ეს ევაკუატორი ბაიკზე და ბაიკი და წავიყვანე ჰაივეიში და პირველ რიგში აქ უღრმესი მადლობა ბიჭებს ჰაივეიში და თანამშრომლებს ნიკას განსაკუთრებით რომლებმაც მივედი და ძალიან ბევრი ბაიკი რო დგას რაღაცა ის მოუცრელობა და აბა მეთქი გთხოვთ და რაღაცა და მე რაღაც საერთო მეგობრები ნაცნობები რაღაცა და ის გაჩნდა რომ აი მოდი ხო იქნებ რამენაირად დღეს წავიდეთ რაღაცა და დამარეკინეს 1000 ადგილას დარეკეს თვითონ რომ აბა რელე ხო არ გაქვს დინამო ხო არ გაქვს ხო რომ მივიტანი ამ ჰაივეიში ეგრევე შეამოწმა და დინამო მკვდარიო იმიტომ რომ დინამოდან არ ქმნისო და გატესვა შეიძლებაო და ნუ მოკლედ დინამო დაბრედილიო დინამო რო დაბრედილი იყო ეგრევე ვიფიქრეთ რომ აბა სხვა არასაც შეიძლება ყიდვა დავპოსტე რაღაცა ჯგუფებში იმათო დარეკეს ბევრგან სხვადასხვა მაღაზიებში რაღაც ნუ არსად არ არის გარაჟებში რაღაც არსად არ არის და უკვე ესეთი ამბავი იყო რომ კაი ხო ვერსად ვეღარ მივდივართ ნამდვილად რომ სო მეთქი ნატუ მორჩა ნატუ დასრულდა ვეღართან ანუ ხო ამ დროს მე ხო წარმოგიდგენი ვარ ძალიან ნერვიული ადამიანი ვარ ეგეთ მომენტებში და აი ცოფებს ყრივი ფურთხები ვიგინები რომ მეთქი ვინ დამთარსა მეთქი ბაიკის გავყიდი რაღაცა შენ გაყიდი და ვინ დამთარსეთ რაღაც მიღალატე ესე დროს და ღალატია იყო ნამდვილად სამწუხაროდ ეგრე უნდა დავარქვა და უკვე დავიწყეთ რომ ნიკავს თხოვე რომ მეთქი მოდი ახლა დავშალოთ მაინც რა და ბიჭებმაც რომ მოდი ხო დავშალოთ რომ იქნებ წაიღონ თან გულშემატკივრობა ეს ხალხი სულ რო იქნება ხო იქნება ხა წახვიდეთ ან რაღაცა და მე თან მოვიძახე ხო მეთქი ხო ვრჩებით რა დღეს ვეღარ მივდივართ ვერსად უკვე იმ მომენტში ვართ რომ დავშალეთ ეს დინამო მოხსენით რომ მაინც ამოსაღებია გადახურეტა მაინც ვნახოთ რამდენზეა რომ კი ვიცოდი თეორიულად ინტერნეტით მაგრამ მაინც აბა მოხსნათ გააშრეს თუ რამე გადასახვევი იყოს რაღაცა და მოკლედ მოხსენით ეგრევე შეამოწმა ნიკამ რაღაც შტეკერები დენი არ მოდის ამ შტეკერებში ეგრევე რაღაც იმედისის გაუჩნდათ რომ მოიცა შეიძლება თან დინამო ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო არც დამწვარი იყო არც არაფერი რელესაც ისეთი არაფერი ისეთი ვიზუალურად არ ეთყობოდა ხო და ეგრევე შტეკერები ნახა დაბრედილი შტეკერები რაღაც სიგნალს არ ატარებს
რაღაცა, გადაჭრა, დააპაიკეს რაღაც და უკვე რაღაცა წამოვიდა ისეთ ბაზრები, რომ მოდი გავუშვათ ეს ხალხი გავუშვათ მოდი დღეს ქუთაისში, იმიტომ რომ ეს რაიდი ამხელა რაღაც და ძალიან უნდათ ჩემი დახმარება. და მეც აი ავენთე და მეთქი ბიჭებო, დღეს თუ თქვენ აქედან გამიშვებთ, მეთქი რა ვიცი, ხინკალს გვისრულობ, მეთქი ლუდს გვისრულობ თქვენთან და ეგრევე წავიდა ის რაღაც გადაობა ხუმრობა რაღაც და მართლა გადააბანიკამ რაღაც 1 საათში ეს ყველაფერი მაქსიმუმ დაშალეს, ააწყეს, დააპაიკა რაღაცა და მოკლედ ბევრი არ ვილაპარაკო, ამ ხალხმა დამაქოქინა ბაიკი, გამომართინა და იქ ჩავაგდე პირველ სიჩქარეში და წამოვედით. ეს ჩავალაგეთ მე დამტკარ რაღაცა, ნუ აი ემოციებში ვარ ისეთი რომ წავედით. ან უკვე ამასობაში რა მომი 6 საათი. რაღაც ხო გვიანი არის უკვე ისეთი და მეთქი არა, შანსი არ არის, მივდივართ, ყველა გამორიცხულია, ანუ უნდა წავიდეთ ახლა აუცილებლად. და დავაყენე მაპი და მეთქი დავიწყეთ, წავედით ქუთაისში. მოკლედ რომ ამ ხალხთან არავის არ უთხარი რომ მეთქი სურპრიზი იყოს, ჩამოვიდე სურპრიზად. და ესეთი ამბავი, ხო აი 7 წუთნახევარია საუბრობ და ჯერა მეგობრებო რომ მოსაწყენი არ არის, ხო, რავი თუ უსმენთ ალბათ უნდა ესე უნდა იყოს, ვერ გადავიღეთ ვერაფერი, ნატუკასაც გონდა გაუბრო, მაგრამ არც ჩართო თვითონაც მეც ნერვები მოშლი რაღაც და აი იმედი რო არ გქონდა და ან მე კი ვიფიქრე ბოლოსკენ რომ მეთქი ხო არ ჩავართო რაღაც ეს მონაკვეთებით ხო, მაგრამ ნუ აი ესე გამოვიდა რომ არ არის. დავიძარით მოკლედ თბილისიდან, თბილისის ზღვით საცობები რაღაცა შემოუარეთ როგორც იქნა და დავიძარი გამოვედი რომ ამ თბილისის გამოსვლელიდან და ხაშურამდე ვიარეთ, მე ხაშურში უკვე თან ვეძებ გზაში რაღაც ბენზინი ჩავასხა, იმიტომ რომ იქაც ვიარე და მეთქი მოდი ჩავამატოთ რომ სადმე ეგ აღარ დავრჩე სადმე. და ხაშურში გადაუხვიეთ სადღაც, ჩავასხით, მე უკან მოვბრუნდი, დავდექით ისევ გზაზე, გავავსეთ ბაკი მოკლედ და წამოვედით და მაგის შემდეგ უწყვეტად ვიარეთ და თან წვიმა დაიწყო, გზაში შემცივდა, გავიხადე, თბილები ჩავიცვი რაღაცა ჩემი რაღაცის თბილის ზედა კიდე კაი მქონდა რომ აი წვიმას დაიწყო, ეს ძალიან ხარი ძალიან უბერავდა. და არ ვიცი რაღაცა ჩემთვის ეს პირველი ესეთი შორგზაზე რაიდი, თან მარტო მე დანატუკა და ძალიან ისე ვიყავი რომ მეთქი აბა იყო ჩაღე რაღაცა ყოჩაღად იყავი რომ უნდა ჩავიდეთ და აი ესე ჩამოვედი რაღაცნაირად და ქუთაისში რომ შემოვედი უკვე რომ აღარ მჯეროდა რომ იმდენი ხანი მოდიოდი რა ჩემთვის გაიწელა დრო შეიძლება ეგრე მაგრამ მაინც მალე ჩამოვედით მაგდენიც არ გაწელილა დრო მაინც მალე ჩამოვედი მაგრამ იმდენი ხანი მოდიოდი თან მე რაღაც გზებიდან ამოუხვე გადაუხვე ბნელი გზა იყო რაღაცა თელი რაღაცა ისტორიები მოკლედ რაღაც გადათხრილი გზა ჩაკეტილი შემოუარეთ რაღაც ამ ქუთაისში და ესე ჩამოვედით და ჩამოვედი თუ არა სასტუმროს მინდა ვიპოვო და ჩავგდებული ვერ ვნახე რომ პირდაპირ დავდგო მოდი ბიჭებს და ჯორჯას დაურეკე რომ მეთქი რა შვები და აი ახლა ვსვავთ გახსენეთ რაღაცა და მეთქი სასტუმროს ჩავგდე ქუთაისში ვარ და ჯორჯა იქ და ხო არა გადაობდა სად ქუთაისში ხარ და მეთქი აი ჩამოვედით ესე ასე რომ თან რო ჩამოვედი ქუთაისში წვიმა მაშინ დაიწყო ძალიან ქალაქში რო შემოვედი და ქალაქში მოძრაობდი წვიმა მაშინ დაუშვა და ჯორჯას დაურეკე მეთქი ჩამოვედი სად არის აი რა ჩამოხვედი რაღაც და მე გამითიშა და მე კიდე იყო რომ კიდე დამირეკე ხო ბაიძო ბაიკით ხარ თუ რითი ხარო მეთქი არა შეიძლება ბაიკით იასო და იგი რა ხო არ გადაობ რაღაცა ეგრევე გაწინება ისეთი რომ რაღაცა და აი ესეთი ისტორია მოგიყევით გემრიელად არ ქვია საუკეთესოდ ჩვენ ახლა უკვე შარულებში კროქსებში რაღაცა საჭმელს ველოდებით ხო 4 წუთი საჭმელს ველოდებით და აი ეს ვფიქრობ რომ საინტერესო ისტორიაა და მაგარი მოსაყოლი ისტორია მექნება ეს მე და მთავარი კიდე აქ არის ის რომ ეხლა მე რო ნერვები ძალიან მეშლება და რაღაცა და ეგეთი ესეთი ფეთქებადი ადამიანი ვარ აი ეს ადამიანი იყო ჩემ გვერდზე მთელი გზის განმავლობაში და ხო არც ერთი წამით არ უგრძნობენებია პირიქით რომ აბა მიდი და რატომაც და წავიდეთ და რაღაცა და მე ძალიან პესიმისტურად ვიყავი რომ უკვე მეგონა რომ შეიძლება აღარ რაღაც და რატომ მაინც ბოლომდე პოზიტიურად იყო და თვითონაც რომ მოისმინა წასვლაზე ძალიან გაუხარდა და ძალიან აი თუ ეთყობოდა როგორ დავდადიოდა მე და მოდი რაღაც აქეთ-იქით და მოდიდა ხო ხო და შენ როგორ შეხედავდი ნატო ამ დღეს ბიჭო, სუპერ საინტერესო იყო რა. აი, წლების მე რო გავიხსენებთ კიდე ერთ კვირს რო გავიხსენებთ ძალიან კარგად. დღეს კი იყო ძალიან ემოციური და რთული, მაგრამ
ძალიან კარგად მოსაგონარი. თორე ჩამოვედით. ენდინგი მქონდა ისეთი რომ გადაწონა ყველა ცუდი ემოცია ამ. აი ხო, თავარი ის არის, რა ცოტა ადამიანებისთვის ბედნიერებისთვის, ეხლა რამდენად დღეს ვინერვიულე და ნეგატივი მქონდა და რაღაც და ეხლა ჩამოვიდი და ერთ ყველაფერში გადაგიარა. და გავიწყდა. ხო, და გავიწყდა, ხო და. ნუ, ყველაფერი კარგად არის კაცო. უნდა ჩამოსულიყავით. უნდა ჩამოსულიყავით. მეც მჯერა ეგრე რომ უნდა ჩამოსულიყავით და ხო, ამ ვიდეოსაც ამ მონაკვეთს თვალიდან უკვე გავაგზავნებ, რომ ხვალ გვინდა ბაიკი მოვხოდოთ, ვიღაც რაღაცეებში ანტიფრიზი, რაღაც იქნებ. ჩვენც შევეყვეხოთ სადმე და ჩვენც რაღაცა უკანაგზა ხო, კარგად მომემზადოთ მინიმუმ ცოტათი რომ რაღაცემა არ შეგვაწუხოს რა ესეთის გასხმა მინიმუმ. მე ისეთი პრობლემა ისეთი არც არაფერია რა. ხო და ეგ არის დღეს შევწყვეტ ამ ვიდეოს და ესეთი ძალიან მოსაწყენია მაინც რომ საუბარი მომიწია და იქ კადრები კარი იქნებოდა მაგრამ რა ვქნა არ არის ხო ნერვი ხო გადაღების ნერვი აი არ ვქონდა მართლა ისე დაძაბულები ვიყავით და ისე ემოციურად რომ ეგ გადაღება დაგვავიწყდა და ალბათ ხდება ხო ეგეთი მომენტიც და ხვალიდან უკვე რაღაცებს გადავხებთ აბა დროებით მეგობრებო და ეს არის პირველი კაცური რაიდი ასე რომ ვთქვათ ჩემ არხზე და ჩემ ისტორიაში ბაიკთან ერთად ურთიერთობაში მადლობთ ხო და არხი გამოიწერთ კიდე და კიდე გუშინ მადლობა ბიჭებს ზოგადად რომ ჯორჯას, ღონღას, ბეკას, ნუ არ აქვს მშო ყველას, ვინც იყვნენ აქ წამოსულები და ნახავთ მაგ ხალხსაც ვიდეოში. მადლობა დახვედრისთვის ესეთი და ძალიან გაუხარდა და ძალიან გულშემატკივროდნენ და მთელი დღე ჩემთან იყვნენ იქ სანამ წავიყვანდი ევაკუატორით. მოკლედ ამ ისტორიას რომ მოისმენთ უკვე მიხვდებით რა ევაკუატორზეცაა საუბარი, რომ სანამ ევაკუატორით წავიყვანდი იმას და ძალიან ოქრო ხალხია და ძალიან დიდი მადლობა ჩემგან კიდე 1000 მაგ ხალხს. გენაცვალეთ ბიჭებო. ყველაფერი მეგობრებო დასრულდა ერთამე არ გათიშოთ მით შენ ხო გონია რომ თებში მოგონდა ო აქვს კიდე დაწება ჩანგლებიც და ჩემო ქართველებო ჩემო მეგობრებო და ჩემო ბაიკერებო ბასისტებო ყველაფერი შესაძლებელია ხო დღეს ხელოსანთან ვიყავით წასული არ მიყურებს კამერამა დღეს ხელოსანთან ვიყავით წასული და ხუთაესმა ძალიან კარგმა ხელოსანმა ძალიან ბადე ვიმცა კიდევ ერთხელ რაღაც ის ზემოდანზეთი რო უშვებდა წეს და არ უშვებს ვისურვოთ რომ აღარ უშვებს გავახურებ ზეც და მივხვდები მე რაიჩი მივხვდებით ვიფიქროთ რომ ყველაფერი კარგად არის გამოაბრუნე
მაყურებელი გილოცავს ძალით იუთუბერები ვაიმე პროსიგინა მისველდა. კი. ეს ვერ ვახსენე. ხო. და ისელია. რავი ახლა მაინც ვერ ვახსენე. ხო და მეგობრებო, დრაკონის მოვკალი სიცქვენი და ბოლოს აქვართ მაინც და ესე იგი მეტი აღარაფერი მოხდება ისეთ. აწი ყველაფერი კარგი თუ იქნება. აწი თუ დავშველდებით ეგ ეხლა. არა ერთად არ გავუცმებით. ხო. ჩემი კაი და ბაიკერი შარვალი. всё. ნატო. თბილისის დელეგაციაც მოვიდა. ხო და გავალ შეხლა მაჩხა დაური აბა ეგეთა სო გავალ. დავა. ერგები ხადე და ახლა ფოტო. არ მოდი ხა? ხა. ესეც პირველი გაჩერება ესეთ ლამაზ ადგილას. რაღაცა შევჩერდით. ბამ. ეს ის.
პამპარაბამ. აი აქ, ესეც ამას ადგილას მოვედით. ბატონი ბექა. ოღა. ამაზე. მეგობრები. პირველ რას თქვი ზოგადად დღევანდელ რაიდზე? აი, ხო, ლამაზი გასეირნები. ბევრი უნდა იყოს. ბევრი რაიდი. ბევრი რაიდი. ეგრეა მეგობრებო, გუში რო ხელი ჩავიქნიე, ეგრე ასე იგი ადრე ჩამიქნევია. ისეც ჯები. მაგი იქეთ ბეტმინი ვიცა. აი, იმან შეცია. ეს მარტო ხელა ქალბატონი აქ თქვენ უკაცრავთ რას ატარებთ? თქვენ ხართ ბაიკით აქ? ტყვები. ცხოვრებისეული არჩევანი ცოლის მიხედვით ესე უნდა გააკეთოს. ოპა, ბუაყედე ხო? ჩაპარკინგება. ბამ. მეტი კაი აღარ გინდა რა. მეგობრებო, მორჩა ბაღდათის რაიდით, ბაღდათში გავისეირნეთ და დაუბრუნდით უკან და ეხლა მივდივართ უკვე ასე ვთქვათ party რიფრაფში იდეაში და მე მანამდე ვთქვა party location ანუ საფართაო ადგილას სადაც რაღაცა მივაწავა დალევა რაღაცა აღნიშნო უკვე ასე რომ ვთქვათ ჩვენი გაცნობის ადგილი იქით რეფლექტორი აქ ქვემოთ რიფრაფი ხო და მოვდივართ ეხლა რიფრაფში გაუმარჯოს კაი კონცერტი გაუმარჯოს ბიჭებო კაი არა მე ცალკე ჯერ ამდენსა ვაფშე თქვენთანაც რაიდი და ეს სიუჟეტი ასწორებს ძალიან მე რა სიამოვნები კაცი ვარ კაი არ ჯობია ესე ძმაკაცობას კიდე ცალკე არაფერი ჩვენიერი გამოვარდი სამი თვე არ მომწვიმა ქარ ხე ხრე კარგისტრა გამოვლილი სამი თვე სიგარეტი გამომწვია შეგარგოს მე აუ დაგეტაკები ახლა და დედა არ მოწიოთ ამ ხელაკაცი ნახე რას მეუბნები რო იცოდესო ახლა რო ვეწევიო სამი თვე არ მომიწევიო მომკლავდა აბა ბიჭო დაგაყენებ კუთხეში შე შე როგორი ხმა გქონდა იცი ამ რომ მოსმენ აი პირველ სტალახში ჩაფრული და ესე რომ მოგდეს მიშველე დედას კეფიცები წვიმაში ამდენ ხანი არე საათზე მეტი იმენა წვიმა ოღონდ რანერი ქარი მეცა ეხა უნდა ჩავერთო უღუნდი გომამდე დილიდან ამას უხსნი რომ მეთქი არ გადაიღე გორამდე ბარემ ერთად ვიარო თუ ისე მარტო რატო არ გამოყენე მოზაწყნავი არის ერთად მოვიტყნათ ერთად ვიაროთ არ გადაიღე თქვა მომეც აჯიკავ ერთად ვიაროთ არა მე თარკე მოვიტყანი ეს თარკე არა როცა მეუღლე გახდია შეჭერა მაინც ბარაღაცა მეუღლე ბახია ეს ერთი მერე მეორე შეიძლება ჩამოხვედი და მეუღლე გადაიღო შეჭერა მერე მეორე მე რო ძალიან დავსვერდი მარტო ხო მოგწერე ყველაფრიანასველი რო ვიყავი აუბრუნდი სანამ მე გეიხო აუბრუნდი და გამოვიცვალე ეს ეხლა გარი იყო იქ კიდე ჰელმეტარიულთან რავი საათი თუ რაღაცა და 100 გიჯე იყო ხა მე რო ველოდები ვიღაცას არ მევასწრებ ვიშევნია წავიდე არა ხნშლობა უბრალოდ ჩვენ ძმაკაცებს ერთმანეთს ყოველ არა სურვილი რა თქმა უნდა კაცო მაგრამ როცა თვითონ ისევე ის მაგასი გეტყვით რომ მიდი გავიჯი წადიო და მე წამოვალო მე წამოვედი ჩაიდო გულში რა თქმა უნდა ორივეს კარგი სტრაკი მოგვეთყნა არა თანცალკე
ცალ-ცალკე. გამოვიდა ორი კარგი. ბიჭო ნახე მანჩა აქ თავარი რა არის შენ მარტო ლაშამ გითხრა წადიო და მე 10 ბაიკერს ხელი დაუქნიე წადით მეთქი მე ვერ წამოვალ თქვენ ყველაზე მტკივნეული აი დამეხმარა ყველაზე მტკივნეული ეგ იყო რომ არა ხო ბიჭო აღარ გამოვიდით მაგასაკიდან კი ხო ვიყო პერიოდი რომ ბლატავ აი დასტავლეთში შეძლე არავინ არ არის რაღაც ყველას გითხოვს რა გამოვიდით ყველას გითხოვს ეგეთი რაღაც მე და პირიქით არის ანუ აღარ მე და ლაშა გამოვიდით მაგასაკიდან და მეგობრებო, აი ესეთი ამინდია, ესე მოვდივართ ქუთაისიდან უკან გამოსვლა და ეხლა მე თქვენ განახევთ გაზაფხული ზაფხულის კოლექციას. ვინც ბაყაყები დახოცა, იმას მოუთხან დედის რაკი. ხო, და ვაჭრე, დისკო ხარ რა შეჩემა, დისკო რა. ხო, და ესეთი ვითარება. კაი. ჩვენ მოვედით სადღაც ზესტაფონი მგონი ჯერ არ ზესტაფონთან ან ზესტაფონთან გალფში ვარ მოგეთ ამინდია ფანტასტიკური და ვავსებთ ეხლა გავავსებთ უნდა უკან ჩასასვლელი ბენზინს ხო და იმედია კარგად ვივლით არ ვიცი იმარი მაგარი პრემიუმი კი ასე რომ დანარჩენს ფირუზა მოგახსენე. მე არ ვიცი რა დავამატო ამ აი ესეთი ამბული. კარგოში ვაგზე უნდა არ კეთდება. ოდა იგე. ეს ხალხური კიდე ხომ მოხდება წლებში. უდამ შეძე ზრუნვაში, კაცი. მოკლედ ეგ იყო მეგობრებო ჩვენი ორდღიანი რაიდი ქუთაისში ბატონი კალეს დაბადების დღე ჩემი ისტორია წვიმაში უკან დაბრუნება ძალიან დიდი გზა და მოკლედ
ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარი ამბებით და კიდევ უფრო ბევრად დიდი გამოცდილება ჩემთვის. მიხარია თუ ისიამოვნეთ, რაღაც საინტერესო მოისმინეთ, რაღაცას გაიცანეთ, რაღაც ლამაზი კადრები ნახეთ და რა ვიცი, უბრალოდ მიკაიფეთ ამ ვიდეოთი. მადლობა ყურებისთვის. ხო, აქვე არხი გამოიწერეთ. თქვენი არაფერი არ მინდით, ერთი subscribe გააკეთეთ. მეც ჩემთვისაც ეს უფრო მეტი мотивация იქნება, რომ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. დღეისთვის კი და ამ ვიდეოსთვის ეს არის. დანარჩენი უკვე შემდეგი რაიდებით. დროებით.